გამარჯობა, შენ უყურებ customers. ეხლა ვარ ვენის აეროპორტში და მივდივარ ამერიკაში, ხალხო, ამერიკაში მივდივარ. ნიუ-იორკში უნდა ჩავფრინდე, ტურისტული მიზნით მივდივარ, 2 კვირა გავჩერდები. და რავი, ძალიან მიხარია რა, ჩემი ოცნება იყო ყოველთვის ამერიკაში ჩასვლა და როგორც იქნა დადგა ის დღე. ვაპირებ გადავიღო ვიდეოები, ვლოგები და გაჩვენებთ რას ვნახავ, როგორ, რანაირად და ფიქრობ საინტერესო გამოვა. ამიტომ თვალყური ადევნეთ ჩემს გვერდს. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. Everything I do so instinctive and so passionate. Every word I move so descriptive like an adjective. ასით მივდივართ 11 კილომეტრის სიმაღლეზე ვარ დაახლოებით. ეს ჩვენი ლანჩი. ეხლა ვართ დაახლოებით ნორვეგიის თავზე, ოსლოსთან. მოკლედ გამყინვარება არის თვითმფრინავში. საშინელი ვერავს. იქით კონდიციონერი არ ჭირს. ხელს ვერ ვიყოდ, მაგრამ თბილი ჩაი ნამდვილად არის. ჩამოვედით ნიუ-ჯერსის აეროპორტი არის. ჯერსიდან უნდა გადავიდეთ ჩვენ ნიუ-იორკში. ველოდებია უკვე ამერიკის სუნია. ჩვენი თვითმფრინავი. პასპორტ კონტროლზე რა ხდება? უკიდეგანო რიგია. გამოვედით უკვე გავიარეთ პასპორტ კონტროლი და ერთი სული მაქვს როდის გავარდები გარეთ. ეხლა დავაწვევით ნიუ-იორკში. ბრუკლინში. სპათაშორის გიო არის ჩემი ძმა არის სინამდვილეში. მარა ცოლი ძმა არის რა, მაგრამ ეგ არის ამერიკის აეროპორტი. ეს უკვე დაყოლია. Welcome to USA. New Jersey. ყვითელი ფორდის ტაქსები. იქნებ მოვიხმოდე უკვე როგორც გამოვიდა, იმიტომ რომ იმდენად დაღლილი ვარ. სადა ხარ მაინც მიდუდი. ბიჭო, ანუ წარმოიდგინე. ჩემთვის 2 დღეა 26 ივნისი არის. კაი ამინდია. ძალიან ასწავს ახლა ეს ბევრი მაცვია უნდა გავიხადო. ესეთი კიდე. კრილო აქვს დაზიანებული კასტომერში. შოის თქვენთვის არ ვნახებია. კასტომერ Tesla-თი ნიუ-იორკ. ახი რა პატივში ვარ. ისე ხარ ხე კონდიციონერს არ აუ არა ძმო კონდიციონერი არ გამაგონები ხო წავედი 1-2 დღე
Steakhouse-ში მოვედით, დავაგემოვნებთ ახლა. ერთ-ერთი კარგი სტეიკიაო. Steakhouse. Cheers. Steak with asparagus. Why? Bud Light? ისეთ ვეოხონოთ ერთ პაკეტი დავადო. საკმარისია? მაგარია. The next day. დილამშვიდობისა ჩვენთან დილა არის. შემდეგი არის გუშინ. ძალიან გადაღლილი ვიყავი, აღარაფერს თავი არ მქონდა. რო გავსულიყავი სადმე, ახლა გამოვიდი ქუჩაში. ბრუკლინში ვარ და ვაპირებთ მანჰეტენზე წასვლას. ეგ შეგახედებთ ქუჩას. წინ პირდაპირ ეგრევე ბებერი ლომი გაიჩიტა 5.5 AMG. ლამაზის შენობებია. ეს ძალიან მოყავს. აგურით რომ არის ფასადი. აი, დავიძარი მოკლედ და მანჰეტენზე რო ვიქნები, იქაც გაჩვენებთ. აქაც თბილისია. ქართველების რესტორანია, ну რა თქმა უნდა. და ძალიან ხშირად დადის ხალხი აქ. ქართველები. მანჰეტენ. ალსა გუგუნებს წრედი. აი ჯიგა. ათხარ. ეხლა გამოვედით Times Square-ზე. ანუ Times Square-ზე არ ვარ ჩემ, Times Square-ზე მივიდივარ. Times Square-ზე გაჩერდება. აქეთ მინდა. მოიცადე like corner. აქაც ბალგარკის ხამეს Times Square-ზე ვარ და აქაც ბალგარკა. ნამდვილი ამერიკა. ჩვენო აბა მაჩვენე. სიცივისგან? აი, აქ გამოვედი მაგ. თუ ოცნების ასრულებისგან. ოცნების ასრულებ. არი ტიროქო.
ამოშევიდეთ ეს სუვენირების მაღაზიაში. ლუდის ბაკლები. მამა ჩემი იყო 1999 წელს ამერიკაში და ჩამოტანილი ქონა ლუდის ბაკლები და დაახლოებით გაგვიტყდა. დამავალა რომ ჩამოიტანე ისე იმნაირი ბაკლებიო, მაგრამ იმნაირი სადღავი შოვიდო. რაღაცას აურჩევ. მაგალითად ამას. Ტრამპექსა. კეპები. ვინც ხშირად გვიყურებს, იმას კი ეცოდინება, რომ კეპები ძალიან მიყვარს. რაღაცა საუარჩიო. აქაც ბეისბოლის. მოსაწევი სუმი დგას ქუჩაში. ეგა. Mustang. ეხლა მივდივართ როკფელერის შენობასთან ცენტრში. ნახოთ. ნიუ-იორკის მაკდონალდს შემოვიდით. დავაგემოვნებ უბრალოდ ნახავთ. არაფერი განსხვავებული არ გონია ის, მაგრამ მაინც. ორ ჩიზბურგერში, ორ ფრიში და ერთ კოკაკოლაში გადავხედეთ $18. აქ პროძინვის. $4.74? No, thank you. You are a train job, yes. You know that. აბა ვიძოსად მივდივართ. არის
სად მივდივართ? რავი, ჯერ დავბოდიოლოთ ქუჩაზე, მაგრამ ეს ქუჩის ბოლოს არის კონკორდის მუზეუმი, თვითმფრინავი, ბრიტანულ საფრანგეთის და ბრიტანეთის მიერ წარმოებული თვითმფრინავი კონკორდი, რომელიც აკრძალეს და მაგის მუზეუმია და მანდ უნდა შევიდეთ. რა მოახერხეთ, შევიდეთ, თქვენ გაჩვენეთ რა არის განმაინტერესებს ეს ეგეთი რაღაცები ზოგადად, ასევე არის კიდე წყალქვეშა ნავი არის და space shuttle არის, კოსმოსური შატლი და ნახოთ აბა შევიდეთ. Do you have a pass or you're buying tickets? We have to buy tickets. Buy tickets? Okay. I can say number 7 all the way down. Okay, thank you. Hello. We want general ticket for Concorde 2. Sure. So, in addition to the museum, No. so we can't. We're unable to sell just tickets for the Concorde. You need to purchase museum admission along with it. Okay, how much for this? So here's our prices up here. 38? Yes. Okay. ეხლა ვართ მანჰეტენზე. ესეთ სამუზეუმო მუზეუმი არის უბრალოდ. ოღონდ იქიდან არის შესასვლელი. აქ არის წყალქვეშა ნავს რო ეძახით, ან წყალქვეშა გემი, სამხედრო. რა თქმა უნდა. ეს იქით არის კოსმოსური შატლი. და ეს კიდე სამხედრო გემი მთლიანად. რომელზეც განთავსებულია ესენი F-20-ია თუ რა არის. F-20-ები არ ვიცი, ისტრებიწელები მოგვით. და სულ იქითკენ არის კონკორდის თვითმფრინავი. გაჩვენეთ ახლდან მივალ. ესეც კონკორდის თვითმფრინავი. მე პირადად ძალიან მაინტერესებს ესეთი რაღაცები და წარმომედგინა ძალიან დიდი. თურმე არ არის დიდი. ჩვეულებრივი იმასავით არის. ბოინგივი დიდი არ არის. სტანდარტული თვითმფრინავი არის. ვიზიარს უკვე დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. აი ეს მისი სახასიათო ფრთები კონკორდის. ეს თვითმფრინავი აკრძალეს თუ არ ვცდები 2000-იან წლებში. შეიძლება ვთქვი არ მახსოვს რა ნამდვილად. მის ისტორია საფრანგეთისა და ბრიტანეთის კოლაბორაციით შეიქმნა და ზებგერითი იმდენად ჩქარი იყო, რომ ზებგერითი ჩქარეს ლახავდა და ატლანტის ოკეანის გადაფრენაზე რეკორდი აქვს მოხსნილი, დაგუგლული მოვედი, რეკორდი აქვს მოხსნილი 3 საათზე ნაკლები დრო დაჭირდა, რომ გადაფრენილიყო. აკრძალეს იმიტომ, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო ჩამოვარდა და მას მერე მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივად რომ აიგზალათ ეს თვითმფრინავი. ეს ძრავი კონკორდის ზებგერის სიჩქარე დაახლოებით, რავი ეს როგორც მახსოვს 1200 კმ/სთ-ია, ცოტა მეტი. მოკლედ ვიღაცა ბრიტანელ გამომგონებელს ფრენკ უიტლს შეუქმნია მეორე მსოფლიო ომამდე ეს ძრავი. და კონკორდში გამოიყენეს, ანუ ამ ძრავის მოდიფიცირებული ვერსია გაუმჯობესებული. ხო, აქ Concorde engines has a maximum thrust. ხო, 27 ტონას საწვავს მოიხმარდო. ძალიან ბევრს 25 ტონას საწვავს მოიხმარდაო 1 საათშიო. და ხო რა დაო. ესე იგი მაქსიმალური სიჩქარე განავითარა 2172 კმ/სთ. ანუ
ზებგერით სიჩქარეზე 2 times, ანუ ორჯერ მეტი სიჩქარე, ანუ ვითარებია ზებგერით ხო რახატო. ჩავიდოდა 3 საათში ხა ატლანტის ოკეანეს გადაცულა. ამ ძრავის სიგრძე 4 მეტრა, დიამეტრი 1.5 მეტრი, წონა 3 ტონაზე მეტი წონის. მოკლედ. აი ეს ყოფილა სამხედროსთვის გამოიყენებოდა თავიდან ეს ძრავი და მერე მოდიფიცირება გამოკეთდა. მოვა ახლა საბურავი ვნახოთ ახლოდან. აი ეს იყო განთავსებული ეს ძრავები. Michelin საბურავებზე. საინტერესო. აი გაწვეთილი კი არის. არ გავს იმას ფრთებით. ბევრს. ამერიკამ რო ირანი დაბომბა. ხო, აქ რა გვიწერია? ხო, რაღაცა სპეციალური სტრუქტურული მასალა არის გამოყენებულიო და ანუ ძალიან მაღალ სიმაღლეზე რო ადისო, წნევა იქ ანუ დაბალი არის და მოკლედ ანუ აი ეს კონსტრუქცია ისეთი მეტალისგან არის გაკეთებული, აი მეტალი რა ალუმინისგან არის გაკეთებული, მაგრამ ისე უზრუნველყოფდაო ეს სტრუქტურა შეკრული ისე იყო, რომ შიგნით მგზავრისთვისო შესაბამის წნევას წარმოქმნიდა, ანუ დაბალი წნევა ხო არის ზემოთ საში და მოკლედ წარმოქმნიდა შესაბამის წნევას, იმისთვის რომ კომფორტულად და უსაფრთხოდ ემგზავრო მგზავრსო. და გარეთო წარმოქმნილი ჰაერის წინაღობითო კანიო ანუ გარე სტრუქტურა რა თვითმფრინავის ანუ იმდენად ცხელდებოდა 270 ფარენჰაიტ 127 გრადუსზე ცხელდებოდა და ანუ მოკლედ ისეთი ალუმინით იყო შენადნობით გაკეთებული რომ მოკლედ ამას უძლებდაო და არ დნებოდა რა რეალურად რა და შიგნითაც ნუ შესაბამისად ანუ ისეთი პირობა იქნებოდა რომ გზავრს უსაფრთხოდ ემგზავრა. ეს ან დახრილი, იმიტომ აქ ესეთი ის რომ პილოტს თვითონ ანუ იმდენად წევდა აფრენისა და დაფრენისას უცხოს რომ პილოტს გზის ხედულობაზე პრობლემა რო არ შექმნდაო და იმიტომ აქ ესეთი დახრილი ცხვირი ამას რომ ანუ პილოტს დაენახა აფრენა და დაჯდომისას ესე თქვა დასაფრენი ბილიკი. ეს მოდიხარ ნიუ-იორკის ქუჩებში. აქ ხდება 2025-ის Tesla Model Y. მაგრამ ჩვენი სერვისი ესაჭიროება. ახალ ძმაო. ალუმინის კარები ეგრევე X-ი მიახატეს, ნახუი შეიცვალა. პეტლი წკაპ გამოიჭიმა. დაზაზორდა ეგ არის. ეს აქ და ჩვენთან ამ კარებს ალბათ გაასწორებდნენ. აბა ვიზგინახავთ ესეთი Cybertruck-ი. აგერ მეორე Cybertruck-ი მოვიდა. ეს აინთო. Laser Show USA, Laser Show USA's Laser Show. საინტერესოა. აბა ერთი დავა სკანეროთ. ეს დამტენი. ეხლა ეს არის Model 3, ეს არის Model Y. Model Y ბევრად, ნუ ეხლა ცხვირი ხო თითქმის ერთ და იგივე აქვს, მაგრამ გაცილებით უფრო ვიზუალურად, რომ ზოგადად Tesla არ მომწონს ვიზუალურად, მაგრამ Model 3-ს Model Y ბევრად ჯობია, ჩემი აზრით. Pro SUV კლასში გადის ეს. აქეთ კიდე შემდეგი Cybertruck.
так 24 საათი არ წყდება ხალხის მოძრაობა. ბრაიტონზე როგორი გიტლერ ვაგენი გაიჩით, აჰა. აჰა, ძრო. Is it Huracan? Oh. სიგიჟე, ძალიან ლამაზი ფერი არის. შეხედეთ. ეს როგორი ისინი აქ თვითონ ხდნენ აშკურკები რაღაცები აქვს ეს ავტომობილი ღირს, არ ვიცი, ჯერ ვერ გავარკვიე, მაგ ფას გავიგე და ვიტყვი. ვაუ. ძალიან ლამაზი ქუჩები არის. წამო შევიდეთ, ახლა დავოთვალიეროთ კიდე რაღაცები.